ახლა ვიმყოფები კრწანისის ტყეპარკში. უკვე დაგვიანონსეს აქ არაბული ქალაქის მშენებლობა. ამიტომაც მოგმართავთ თელს ერთს. დაგვიანონსეს არაბული ქალაქის მშენებლობა ქართულ მიწა-წყალზე კრწანისის ტყეპარკში. კრწანისის ველზე. ხო და მოდი ჩვენც დავუანონსოთ. უკომპრომისო, უშეღავათო ბრძოლა ქართული მიწის დასაცავად. მოგმართავთ თელს ერთს. ახლა ან ყველა ვერთიანდებით და საქმე ბოლომდე მიყვავს, ან არა და არავინ არ თქვას, რომ მაგრად გიყვართ თქვენი ქვეყანა და სადღეგრძელოებში არ გამოხატოთ. პირდაპირ გეუბნებით რა. ან ჩვენ მიწა-წყალს ვიცავთ, ან არა და არაფერს აზრი აღარ აქვს რა. საქმე გასაკეთებელია და ბოლომდეა მისატანი ეს ყველაფერი. ამიტომაც მოგმართავთ აბსოლუტურად ყოველ თქვენგანს გადააზიათ ახლა ეს ვიდეოები. კომენტებში დაწერეთ პლუსები, რომ გაგაერთიანოთ უკვე ჩატებში და გაუწოთ ამას ერთი დიდი ორგანიზება. ამავდროულად მინდა მოგახსენოთ, არა მარტო კრწანისის ტყეპარკში, არამედ რუსთავის შესასვლელში კრწანისის მიწის გაყოლებაზე 4000-ზე მეტ ადამიანს იძულებით ართმევენ რას? რა თქმა უნდა ქართულ მიწას. ამიტომაც ეს არის ერთი დიდი გაგრძელება. მათ ეუბნებიან რომ იქ სურთ საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა. 4000 მიწის მესაკუთრიდან ზოგი შეაშინეს, ზოგი გადაიპირეს, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც მეტგრად განან ქართული მიწის დასაცავად, თავითი კერძო საკუთრების დასაცავად. ხო და ეს არის ერთი დიდი პროექტი. ეხლა მოდი გავყვეთ ლოგიკურად. აქ თუნდაც არაბული ქალაქის მშენებლობა და გვერდზე ვაპირებთ საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ ბოლო 10 წლეულების განმავლობაში ჩვენი მოსახლეობა არ იზრდება. შობადობამ ბევრად იკლო, სიკვდილიანობა მიმატა. ანუ გულისხმობ იმას, რომ ერი დემოგრაფიულად არ იზრდება. მათ შორის ჩვენი მომავალი თაობა მინდის საზღვარგარეთ სამუშაოდ ან სასწავლებლად. მაშინ ვისთვის აკეთებენ ამ სტუდენტურ ქალაქებს? რა თქმა უნდა, ეს არის ერთი დიდი პროექტი და ყველა პირობას უქმნიან არაბებს. და არა მარტო არაბებს, არამედ რუსებსაც და სხვა უამრავი ეთნოს სხვადასხვა ჯულის ადამიანებს რო აქ დაასახლენ. და პირდაპირ გეუბნებით, ეს არის მიზანმიმართული პროექტი საქართველოს და ქართველი ერის წინააღმდეგ. ამიტომაც მოგმართავთ ყველას. ან ბრძოლაში მოდიხართ, ან არა და არავინ არ თქვათ. არც ერთმა თქვენთაგან არ აწიოთ საქართველოს სადღეგრძელო. არც ერთმა თქვენთაგან არ აწიოთ წმინდა სალოცავის სადღეგრძელო და ღმერთის სადღეგრძელო. იმიტომ რომ ეს მიწა-წყალი ჩვენი წინაპრების ხელით მოგვიტანა ჩვენმა უფალმა, ღმერთმა. ამ მიწა-წყალზე უამრავი ჩვენი ბრძოლა იყო, მათ შორის კრწანისის ბრძოლა და როგორი მეტგრად იბრძოდნენ და დღეს რას ვაკეთებთ? რატომ ვერ ვერთიანდებთ ამ ურჭულოების წინააღმდეგ? ამიტომაც გავვნებით პირდაპირ. დააკომენტარეთ, გაგაერთიანებთ უკვე ჩატებში, გაუწოთ ამას ერთი დიდი ორგანიზება და ჩემი ტელეფონის ნომერსაც გამოვაცხადებ. 555 70 83 83. ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ ამათ განცხადებაში ეწერა ასეთი რაღაცა. მტკვრის ორივე მხარეს კრწანისის ტერიტორიაზე იგეგმება ქალაქის მშენებლობა. ანუ კი, წინა მხრიდან მოდის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაგრამ უკანა მხრიდან მტკვრის მეორე მხრიდან, სადაც არის რამდენიმე სოფელი, იქიდან არ უდგება ეს ტრანსპორტი საზოგადოებრივი. ეს არის ყარაჯარას მხარე, ყარაჯარას ფოლადანტკარი იქიდან მხრიდან რა, მტკვრის იქიდან. ხო და ვისაც კი გყავთ მარშრუტკები, მანქანები, მინივენები, მოკლედ ყველანაირი სატრანსპორტო საშუალება გვჭირდება, რომ დიდი ალბათობით ეს ურჯულოები წინიდან კი არა უკრიდან დაიწყებენ ყველაფერს. და იქ საზოგადო ტრანსპორტი რადგან არ დადის და ცოტა მიუდგომელი ადგილია, რომ უბრალოდ ადამიანები ჩამოვიდეს და ტრანსპორტი საკუთარი არ ყავს, გვჭირდება მარშრუტკები, მინივენები, მანქანები, ყველა სატრანსპორტო საშუალება, რომ სწორი კოორდინაცია მოვახდინოთ და შევინარჩუნოთ ჩვენი ქართული მიწა-წყალი. ამიტომაც მოგმართავთ, გადააზიარეთ, გამოგვიწერეთ აბსოლუტურად ყველა და სადაც კი შეგხვდებათ მსგავსი ვიდეოები, ჩემი იქნება თუ ნებისმიერი სხვისი კრწანისის ტყეპარკის დაცვას რაც შეეხება. ყველას დაუდგეთ ერთმანეთს ხარჯი. დიდი ერთობის დრო არის და ქართველო ერო. მე იმედი მაქვს, რომ აქამდე რაც გვიბრძოლია, ბევრ რაღაცაში წარმატებას მივაღწიეთ, მაგრამ არის საკითხები, სადაც ფიზიკური გვერდში დგომა გვჭირდება აბსოლუტურად მთელი საქართველოს. და იმედი მაქვს, რომ ღმერთია ჩვენთან, დიდება უფალს, მშვიდობა საქართველოს და გამარჯვება ქართველ ერს.